დიდი ბრიტანეთი ბრუნდება, რადგან ტომი რობინსონის Unite the Kingdom მარშზე დასწრება მართლაც წარმოუდგენლად დიდი იყო. და კირ სტარმერი შეიძლება მართლა წავიდეს, რადგან ბრიტანელი ხალხი მართლაც შეიკრიბა, რათა მსოფლიოს აჩვენოს რას გრძნობს თავისი ქალაქის ხელში ჩაგდების შესახებ. ეხლა შეგახსენებთ მათი ქვეყანა, ყველა შეგახსენებთ, რომ ინგლისის შესახებ ამჟამად რამდენიმე საინტერესო რამ უნდა იცოდეთ. ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ გასაოცარია. მაგალითად, აი ეს პატარა ფაქტი, რომელიც ელონ მასკმა გამოაქვეყნა. ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი დაპატიმრება ხდება ონლაინ კომენტარების გამო, გაერთიანებული სამეფო. და აღმოჩნდა, რომ ხალხს მართლა მობეზრდა ყველაფერი. მოდით ნახოთ, რა საოცარი რამ მოხდა. ამ კაცმა დაწერა: პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვეულებრივ ბრიტანელებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნება უნდათ. ეხლა გახსოვთ, როგორი საკამათო იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კირ სტარმერმა უამრავ ადამიანს ფაქტობრივად აუკრძალა მოსვლა. მან თქვა: კი არა, ბოდიში, თქვენ ჩვენი საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენთ. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ გაიგო, რომ რეალური პრობლემა ისლამისტებია, რომლებიც ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამის გამო კიდევ უფრო მეტი ხალხი მივიდა. და მეგობრებო, რა ზეიმი იყო ინგლისური ღირებულებების. ეს ნამდვილად იყო სანახაობა. და როგორც გითხარით, ხალხს თვალები ეხილება, ანუ შეხედეთ ამას ერთი წამით. მიუხედავად იმისა, რომ ეს გრაფიკი განსაკუთრებით არ მომწონს, რადგან არ მომწონს, როცა პატარა ბავშვები იგინებიან, უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხი ხვდება, რაღაც ამაში არ არის სწორად. რაღაც ამ მიტაცებაში არ არის სწორად და ჩვენ ყოველდღე ვდუმართ. ეს არის წეული. ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. ცადეთ სახის ამოცნობა აქვს და ამ ხალხის არ შემოშვება ან დაპატიმრება. თქვენთვის კარგად არ დასრულდება. აი ტომი რობინსონი გზაშია მარშისკენ. მართლა ვერ წარმოვიდგენ, როგორი უნდა იყოს ეს გრძნობა, ხომ ასეა? მანქანაში ზიხარ მოძრაობისთვის, რომლის გამოც არაერთხელ მუქარით დაგემუქრნენ. სიცოცხლეც კი დაგემუქრა რამდენჯერმე. ქვეყნის დატოვება მოგიწია. და აქ ათასობით ადამიანია, რომლებიც ერთად შეიკრიბნენ, რომ შენი ხედვით გააერთიანონ სამეფო. ტომი რობინსონი წერს: ჯერ უგულებელ ყოფენ, მერე დაქცინიან, მერე გებრძვიან, ბოლოს კი იმარჯვებ. ანუ დიახ. როგორც ჩანს, ტომი რობინსონი ნამდვილად იმარჯვებს, რადგან ის იმ ადამიანების სახელით ლაპარაკობს, რომლებსაც უკვე მართლა მობეზრდათ ყველაფერი. მობეზრდათ მათი მთავრობა, მობეზრდათ ხელში ჩაგდება, მობეზრდათ მასოსობრივი იმიგრაცია და მობეზრდათ ისიც, რომ ვერაფერს ამბობენ, იმიტომ რომ სწორედ ასე თქვეს მათ სათქმელი. რამდენიმე კვირის წინ ისინი გამოვიდნენ და ხმა მისცეს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა ისინი პირდაპირ ქუჩაში დგანან და ამბობენ: ჩვენ აქ ვართ ჩვენი დროშებით, ვიცით რისი გჯერა, ვიცით რას უჭერთ მხარს, უკან არ დავიხევთ. და რა თქმა უნდა ისიც, რომ ისინი ისლამს უპირისპირდებიან. ამ ყველაფრის დიდი ნაწილი იყო. ანუ ნახეთ ეს კადრი აქციიდან. რა საოცარი მომენტია ქალებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ საკმარისია. აი ეს არის. ჩვენ სრულად უნდა დაუპირისპირდეთ ისლამისტურ მოძრაობას და სრულად დავიცვათ ქალთა უფლებები. და უბრალოდ აღარ არსებობს შუაგზა. უბრალოდ აღარ შეიძლება იყოს რაიმე შუაში, რადგან შუა აღარ არსებობს. ამ ხალხს უნდა რომ ყველაფერი წაგვართვას. ეხლა Daily Wire-მა, არა Daily Mail-მა მგონი, დღეს დილით გავრცელა ინფორმაცია, რომ კირ სტარმერი რეალურად განიხილავდა გადადგომას. და მგონი ყველანი თანხდებით, რომ დრო იყო. ანუ ღმერთმა გააცილო, საკმარისია უკვე. სხვათა შორის, ეს ეპიზოდი კალცის სპონსორობითაა. ასე რომ აუცილებლად ჩამოტვირთეთ კალცი აპლიკაცია და გამოიყენეთ მეირაკე, რომ მიიღოთ $10, როცა $10 დააბანდებთ კალში. კალცი დააბანდეთ ფული თქვენს პროგნოზში. და მათ თვის, ვინც ჯერ არ იცის რა არის კალცი, ეს არის ფაქტობრივად ყველაზე დიდი პროგნოზების ბაზარი შეერთებულ შტატებში. ეს არის აქციების ბაზარი პროგნოზებისთვის.
და რასაც ისინი აქ აკეთებენ არის ის, რომ გაჩვენებენ, აზრგრძნობენ ადამიანების სინამდვილეში. და მგონია, რომ როცა ეს რამდენიმე დღის წინ შევამოწმეთ, ყველაფერი საკმაოდ თანაბრად გამოიყურებოდა. ეხლა საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ ეს კაცი წავა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, ამას მთლიანად ტომი რობინსონს ვერ მიაწერ. ტომი რობინსონი კი არა, ტომი რობინსონი. მაგრამ ეს მოძრაობა იყო უზარმაზარი ცვლილება, რომელმაც ადამიანებს მისცა შესაძლებლობა და ხმა, რომ გულწრფელად თქვან, ჯანდაბას ეს. უბრალოდ უკვე კელში ამოგვივიდა. მოდი ვნახოთ, ტომი ვინ არის? ეს არის ტომი, რომელსაც უსაფრთხოების თანამშრომლები აკრავს. მოდი ვნახოთ. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, რა ზეიმია მისთვის. ვერ წარმომიდგენია. მართლა ის დღე, როცა ტომი რობინსონმა ტვიტერზე გამომიწერა, ალბათ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელობელი დღე იყო. ჩვენ მსვლელობაში ვართ. მივდივართ ტრაფალგარის მოედნისკენ. ხალხი მიდის, მაგრამ საკმარისი არ არის. პარლამენტის მოედანი უკვე სავსეა. ხალხის მასა აქედან რამდენიმე მილის მანძილზე იყო გადაჭიმული. მაილსია, ეს ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენაა. ეს არის მომენტი გარდამტეხი წერტილი ბრიტანეთისთვის, გზავნილი ლიდერებისთვის. ვილიამი მზადაა ბრძოლისთვის, ამოდი. ჩვენ ფხიზლად ვართ. ჩვენ უკან არ დავიხევთ. ჩვენი ქვეყნის დაბრუნება გვინდა. აი ესე გამოიყურება ნამდვილი ლიდერობა. ეს მართლა უნიკალურია. ესეთი რამ დღეს იშვიათად გვხდება. ამ ადამიანმა ინევითებულ ვესტმა დაწერა. ელიტას პანიკა დაეწყება. დაწყებულს ვეღარაფერი შეაჩერებს. ანუ ეს სიგიჟეა. აბსოლუტური სიგიჟეა. ნახეთ, რამდენი ადამიანი მოვიდა. მართლა უზარმაზარი და მასიური ცვლილებაა, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ჩვენ გვითხრეს ვიყოთ თავაზიანები, გვითხრეს გავჩუმებულიყავით, გვითხრეს ეს ყველაფერი მიგვეღო. მაგრამ სადაც არ უნდა შევხედოთ, ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდება. ჩვენი მთავრობა კი ამტკიცებს, რომ ჩვენს უფლებებს იცავს, მაგრამ ასე არ არის. საინტერესოა, რომ ეხლა ბევრი ადამიანი ამ ხალხის ბრბოს ეშინია, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტები არიან. მაგრამ ამ ეტაპზე და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი მათგანი მართლაც უკიდურესად მემარჯვენეა, თუმცა რაც წავიკითხე და როგორც გავიგე, ეს იყო სრულიად მშვიდობიანი მარში. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. შეიძლება ვწდები, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლე ეს საკითხი. ის, რასაც ხალხი ვერ აცნობიერებს, არის ის, რომ უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტების თემა გამოიყენეს ადამიანების შესაშინებლად, რადგან ყველას ეშინია უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტების. ეს ნერვიულობას იწვევს. წარმოიდგენთ Ku Klux Klans, წარმოიდგენთ ამ დიდ ადამიანებს, რომლებიც ძალიან რასისტები არიან. და არ ვამბობ, რომ ადამიანებიდან ბევრი არ არის რასისტი. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ნამდვილად არის. თუმცა ეს იყო ბრწყინვალე მემარცხენე ბრენდინგის ტაქტიკა. აბსოლუტურად გენიალურია, რომ ასე წარმოაჩინეს ისინი. ისინი ყველანი პრობლემურები არიან. ისინი ყველანი უკიდურესად მემარჯვენეები არიან და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ამბობთ უბრალოდ მინდა ჩემი დრო შაავაფრიალო. იცი, აი ასეთი მარტივი რამ. უბრალოდ მინდა ჩემი დრო შაავაფრიალო. რატომ არის ეს ასეთი სიგიჟე? ეს ნამდვილად აბრუნებს დიდ ბრიტანეთში არსებულ უამრავ ღირებულებას, ასე რომ აქ ადამიანები ხმის ამოღებას იწყებენ. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ინგლისი ისტორიულად ქრისტიანული ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა ის ისლამისტური გახდა, არა უფრო მშვიდი ქვეყანა. ის ისლამისტური გახდა და ხალხს ეშინოდა გაერთიანებული სამეფოს დროშის აფრიალების. ჩვენ ნახეთ უამრავი ვიდეო, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ ეს დროშა საშინელია, ეს საშიში დროშაა, ეს პრობლემურია, ხომ ასეა? და სხვათა შორის აი აქ არის აშკარად კირ სტარმერი, უბრალოდ ყველაზე სამარცხვინო ადამიანი დედამიწაზე, რომელიც ამაზე პასუხობს. ხვალინდელი მარში ლონდონში შეგვახსენებს თუ რას უპირისპირდებით თქვენი ღირებულებების ბრძის ბრძოლაში. ორგანიზატორები, მათ შორის მსჯავრდებული ბანდიტები და რასისტები ავრცელებენ სიძულვილს და დაყოფას. უბრალოდ და მარტივად. მათი მიზანია დააჯერონ ხალხს, რომ ბრიტანეთის პრობლემები გამოწვეულია მათ გვერდით ცხოვრები ადამიანებით. მაგრამ ეს არ არის ის ბრიტანეთი, რომელსაც მე ვიცდო. ეს არის ქვეყანა, რომელიც აშენებულია წესიერებაზე, სამართლიანობასა და პატივისცემაზე. ქვეყანა, რომელიც საუკეთესოა მაშინ, როცა სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც უმრავლესობას ეს ღირებულებები აქვს, უმრავლესობას, რომელიც შეიძლება ყოველთვის ხმამაღალი არ იყოს, მაგრამ ყოველთვის უნდა განსაზღვრავდეს, ვინ ვართ ჩვენ. ამიტომ ჩემი მთავრობა არ დაუდგება წინ მშვიდობიან პროტესტს. მაგრამ ჩვენ გადამწყვეტად ვიმოქმედებთ სიძულვილის წინააღმდეგ. ჩვენ კანონს მთელი სიმკაცრით გამოვიყენებთ, როდესაც ეს სიძულვილი გამოვლინდება ძალადობაში. და ჩვენ ბრიტანეთში შემოსვლას აუგზავნოთ მათ, ვინც ცდილობს გააღვიოს სიძულვილი და ცდილობს ბრიტანეთში შემოსვლას, როგორც ეს უკვე გავაკეთეთ. რადგან ეს ქვეყანა ჩვენ ყველას გვეკუთვნის. და მე არავიტან არც ერთ ადამიანს, ვინც ცდილობს ამის შეჩერებას.
კი, სწორია. როგორც არ უნდა იყოს, ხო? ხო, არ მგონია. არ მგონია კი ასტამა. პირდაპირ ასე ითქვა. თითქოს მზადაა გადადგეს. ეს კაცი ისეთი ნაგავია, ოფლიანი, მსუქანი და უშნო, უკიდურესად. და ის უბრალოდ ზის და ამბობს, რომ თითქოს გვინდა დაგვაჯერონ, ჩვენი ქვეყანა გრუმინგის ბანდებმა ხელში ჩაიგდეს. ჩვენ ყველას გვიყვარს მრავალფეროვნება. არავის აქვს პრობლემა მრავალფეროვნებასთან. პრობლემა არ არის, როცა სხვა ადამიანები, რომლებსაც მრავალფეროვნება უნდათ, ერთად იკრიბებიან. ეს არ არის პრობლემა გიშტამა. და დროა ვიღაცამ ეს აუხსნას შენს პატარა ტვინს თუ გიჭირს გაგება. საქმე იმაშია, რომ ხალხს უნდა იამაყოს თავისი ღირებულებებით და შემოიყვანოს ის ადამიანები, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. იმის გათვალისწინებით, რომ ისლამისტური მანიური და მძვინვარე დაპყრობა, რაც ახლა ხდება, ზუსტად არ შეესაბამება ქრისტიანულ ღირებულებებს. და შენ გადაწყვიტე, რომ დაესხა თავს იმ ადამიანებს, ვინც კი ნამდვილად იზიარებს ამ ღირებულებებს. გონია, რომ ამ შემთხვევაში ცოტა შეცდომაში ხარ. როგორც არ უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა ამ ვიდეოს ავტვირთავ, შეიძლება უკვე აღარ იყო თანამდებობაზე. იმედია ეს ყველასთვის კარგი იქნება. ნახოთ რა მოხდება. და კარგი საქმე გააკეთეთ, ომი რობინსონ. კარგი საქმეა, რომ დიდი ბრიტანეთის დასაცავად წინ აღუდექი. დიდი ბრიტანეთი უკვე იტყებდა დაცემას, მაგრამ იქნებ ახლა. იქნებ ახლა არის შანსი, რომ ბოლომდე არ დაეცეს. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.